იუსტიციის სახლი. ყველაფერი ერთ სივრცეში. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის პირველ რიგში. მე ვეცდები აღიხსნათ როგორც ახსენება გიორგი და მოკლედ ესე იგი მე წარმოგიდგენთ საქართველოს მოქალაქის ახალ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, რომელიც ძველისგან განსხვავებით მომრავი ფუნქციით იქნება აღჭურვილი. რა თქმა უნდა, მრავალფუნქციური იქნება ეს ბარათი, თუმცა იყო რამდენიმე, რითაც ძველი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ახალ ID ბარათს სჯობდა. თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენ. გვაქვს ეს ძველი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ესე იგი, როგორც ვიცით, ის იყო ლამინირებული და ქონდა ასეთი საოცარი ფუნქცია, დროთა განმავლობაში ეს ლამინირება იხსნებოდა და ეს იყო დამატებითი ფუნქცია. მაშინ შეგვეძლო მოგთავსებინათ თანხა, ფული, გამოგვეყენებინათ საფულე, ქართულ სუფრაზე მოუხდებოდით ხაჭაპურის ნაჭერი ჩაგვეძო და წაგვეღო, ვინმესთვის მოგვეკითხა თავად მივირთმევით, მოკლედ ეს ფუნქცია ახალ ID ბარათს აღარ იქნება სამწუხაროდ, თუმცა ის იქნება აღჭურვილი უამრავი სხვა დადებითი ფუნქციით. მაგალითად, ესე იგი, იდენტიფიცირება იქნება პიროვნების ინტერნეტის საშუალებით შესაძლებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ინტერნეტის საშუალებით მოხდება ფაქსიმილის დადასტურება, ანუ იქნება აბსოლუტურად ლეგალური პიროვნების ხელმოწერა და გარდა ამისა შესაძლებელია ესეთი ფუნქციაც შეითავსოს ახალმა ID ბარათმა, რომ მასზე იყოს რაღაც თანხა, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ რაიმე და ასე შემდეგ. მოკლედ უამრავი სხვა კიდევ ფუნქცია აქვს. თუ შეიძლება რომ ახალი ID ბარათი თვალსაჩინოებისთვის. აი ეს არის ჩვენი ახალი ID ბარათი, თქვენ ალბათ უკვე ნახეთ მისი ფორმა, ის არის როგორც ვითხარით ძალიან მრავალფუნქციური, გარდა იმისა, რაც ვახსენე, ეს ფაქსიმილია, ასევე იდენტიფიცირება პიროვნების, მას უამრავი უნივერსალური ფუნქცია აქვს. დიახ, ერთი წუთით. აი რომ როგორც ვიხარით, უნივერსალურია ეს ბარათი, მას უამრავი კიდევ ფუნქცია აქვს და ეს ძალიან მოხერხებულია და მისაღები იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ესე იგი, როგორც ვითხარით, შესაძლებელია ხელმოწერა ინტერნეტით, ანუ ორ ადამიანს სხვადასხვა ადგილას მყოფ ადამიანს შეუძლიათ ამ ორი ბარათით, ესე ვთქვათ, დააფიქსოთ თავისი ხელმოწერა, ქორწინება, მაგალითად ქორწინება შესაძლებელია, ძალიან კარგია და მინდა გითხრათ, რომ ახლა იუსტიციის სამინისტრო მუშაობს, რომ გამრავლების პრობლემას ამ ბარათების საშუალებით მოიხსნას. ეს მე მგონი ძალიან კარგი იქნება. ასევე იყო ესეთი იყო რა არის რა თქმა უნდა საქართველოში ერთი ასეთი საკითხი, მაღაზიაში ნისიების საკითხი, ვიცით რომ ყველა და იყო რაღაც უხერხულობასთან დაკავშირებული ეს ყოველთვის, როდესაც მიდიოდა ადამიანი თქვა და უნდა რაღაც პროდუქტი ნისია დაეღო, უნდა უთხრა ადამიანს რომ ნისია მიგავს, შემდეგ ხდებოდა პირადობის მოწმობის დატოვება, რაღაც დობის ფაქტორი, რომ გაეთვალისწინებინათ, ეს თავიდან იქნება აცილებული აბსოლუტურად, ახალი ID ბარათით მივდივართ, ავიღეთ ხსიანებას ვინდა ნისია, საკასო აპარატთან მივადებთ ახალ ბარათს და ავტომატურად ნისიების დროებში პერმიცია დაფიქსირდება. ასე რომ ეს თავიდან აცილებული იქნება ეს უხერხულობა. ასევე ქორწილებში ძალიან მიყვარს ქართველებს ქორწილები, ძალიან მოხერხებული იქნება ახალი ID ბარათი. ესე იგი, თუ თქვენ აქამდე ჯიბეში უნდა გქონოდათ ნახტი ფული, რომ მუსიკოსისთვის მიგეცათ და შეგეკვეთათ რაღაც სიმღერა, გეფრიალებინათ ჯერ, რა თქმა უნდა, მისვამდე ჰაერში ეს $2-იანი, ამ შემთხვევაში აღარ აუცილებელი ჯიბეში გედოთ თანხა, მიდიხართ მედოლის ფონდზე მიადებთ პირდაპირ ახალ ID ბარათს და აქედან მოხდება თქვენი შეკვეთის მიღება. ანუ თუ მედოლე უკვე იმ მდგომარეობაშია, რომ ნასვამია და დორი თავზე აქვს ჩამოსული, შესაბამისად დაზიანებული იქნება ჩიპის სამკითხველი, არ არის პრობლემა, შუბლზე შეხებით, ასევე თანხა ჩამოიჭრება. თუ არის რაიმე კითხვები, მე შემიძლია გიპასუხოთ. ერთი კითხვა მექნება. ჩემი ინფორმაცია მაქვს, რომ არის ეს დაჩინვა და ეს ყველაფერი რაღაც ეშმაკისეული და ეშმაკის მოგონილიო, ანუ ამბობენ. არა, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ეს ახალ ID ბარათი არის ეშმაკის მოგონილი. რაღაც ეშმაკთან აქვს კავშირიო. თვითონ ბიზაჩემი არის ეშმაკი და და მასე მაქვს ისგავი. არა, მე ვიცი რამდენიმე ადამიანის მუშაობდნენ ამ ყველაფერზე და შეგვიძლია გითხრათ, რომ ეშმაკს არ დაუმზადებია ეს ბარათი, მაგრამ თუ მართლა ეშმაკმა გამოიგონა, მაშინ საკმაოდ მაგ ეშმაკს ძალიან ისმენ. ეს თუ შეიძლება რა მინდოდა მეთქვა რა, ჩემი აზრით, წინა ეს პირადობის დამადასტურებელი მოწმა, აი ეს ლამინირებული იყო უფრო ქართული, ჩემი აზრით რა, ეს ლამინირებული იყო და დამალული იყო და ეს კაცო, ეს თანამედროვე ახალგაზრდები ქუჩაში რო დადი განსაკუთრებით გოგონებზე მაქვს საუბარი. ის ჩიპები რო უჩან. ეხლა თქვენ ახალ ბარათსაც ვაკვირდებოდი, მაგასაც ჩიპი უჩანს. და სიმცხლე კაცო, თუ შეიძლება რომ ეს მოვაგვაროთ რა, ეს
პრობლემას. ამას კი ბატონო დავფარო, დავითვალისწინებ ამას. ეს არის პრობლემა, რომ მინდა გითხრათ, რომ ზუსტად მაგ საკითხში გოგონებთან დაკავშირებით მე გადამარჩინა ახალმა აი იბარათმა, იმიტომ რომ ცოლის მოყვანას ვაპირებდი. გოგონა მითხრა რომ ბავადიოსანი გოგოა, კარგი ოჯახიდან, მაგრამ შემდეგ უკვე იმ საფუნქციით რომ მასე ინფორმაცია ინახება პიროვნების შესახებ, მე ამოვიკითხე ისეთ საინტერესო რაღაცები, რომ ორჯერ იყო ნასამართლები, სამჯერ იყო დეპორტირებული და 4ჯერ განათხოვარი იყო, ასე რომ გადავში და თავიდან ავიზიდეთ, ასე რომ მეგობრი პირიქით უფრო კარგი. კიდევ ხომ არ არის? მეგესალმებით ზიანი აჭარიდან მოგელი ფუტკარაძე. კროვაჩარის სერვისის ოფერიკიბე. ესე იგი რა მაინტერესებს ახლა და მაგის ძველი რომ ის არის და პირადობა. მაგის ძველი პირადობაზე რომ ესე იგი არის, მაგაზე პრობლემა არ ქონდა ვაფშე. ამაზე პრობლემა ვაფშე არ ქონდა. ის შენ რომ გამეიგონე ხაგი პირადობა, მაგი რომ ექნება, ის უფრო ვაფშე პრობლემა არ მექნება. Yo, შეხედე ახლა. ეს ხომა პირადობა. ძველი არ არის, ახალია უძილავებული. ხო, ამა ჰოკა, ამა გუვიდა რა და აი შენ რომ გამეიგონე მაგერი ახალი. დიახ. ხო, ამაზე არ ქონდა პრობლემა და მაგაზე უფრო ვაფშე არ მექნება პრობლემა. მეგობრებო, მაგრამ პრობლემა არ გექნება. პირიქით ისარგებლებს ძალიან ბევრი არის, ახლა ვახსენებ მაგალითად შეგიძლიათ თანხა იყოს მასე, როგორც ბარათი ისე იყოს გამოყენებული, ანუ თანხა აღარ დაგჭირდეთ ცალკე პლასტიკური ბარათი შეიძინოთ რამე იმ თანხით, რომელიც იქნება ამ ბარათზე, შეინახოთ მასე რაღაც თანხა მაგალითად. მაგაზე შემიძლია თანხა შევინახო ფული. რა იხსნება ძველი პირადობასავე? არა, ეს არ იხსნება. თქვენ მიხვალთ მაგალითად ბანკში მიუტანთ თანხას 100 ლარს მაგალითად მისცემთ ქალბატონს, რომელიც შეიძლება ამ ბარათზე რაღაცნაირად მოათავსებს ამ თანხას. მესა, ვის მიცემას ლარს? ქალბატონს. ქალბატონს გამიცა 100 ლარი შენიშნობ ქალბატონს. არა მე არ ვიცი. მეცა, აჰა, ესე იგი ამ 100 ლარს მიცემ ქალბატონს და ის დამირიცხავს მე შემინახავს მაგიმაზე? დიახ, სწორად დაიგეთ. აჰა და მაგი ფული 100 ლარი რომ მევღომი და მე ისევ იმ ქალმა უნდა მიდე და მოვცემს უკან? მეცა, კიდე რა მაინტერესებს, მაგ 100 ლარს რომ იმ ქალს მივცემ, ასე რომ დამირიცხავს, მეც რაფერს აშობა? მე კი რა უნდა ხდეს, დაიწყოს თანხას დადებს თქვენ. მეცა 100 ლარს ვაძლევ და მეც რაფერს აშობა, შენ? 100 ლარს მეც რაფერს თანხას დადებს თქვენს ბარათზე, დიახ. აჰა, გასაგები, ესე იგი ახლა რაფერს რომ გევგე, ესე იგი ამ პირადობა ძველი რომ ქონდა, ამაზე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მაინც შენი გამოგონილი რომ ექნება, იმაზე უფრო ვაფშე არ მექნება პრობლემა. არ ექნება, დიახ, სწორედ ამას გეუბნებოდი, მაგრამ არ ექნება რაღაცნაირი პრობლემა. თავიდან მე მითხარი ასმაძვალე. დიდი მადლობა. მაგათი ცოტა აღდები, მადლობთ რომ მომისმინეთ, მე მგონი ყველაფერი გასაგებია, ნათლად კითხვები აღარ იქნება. ზემოთ უკვე ჩემი მეგობარი უფრო დაწვრილებით ბარათის შესახებ გაგასწრებთ. დიდი მადლობა. მადლობა.